შაბათს. თქვენს საყვარელ შოუში. მომღერალი, რომელმაც 4 მილიონიან ქვეყანაში 6 მილიონი CD გაყიდა. საკუთარი ინტუიციით 20,000 ლარის მოგებას ლელა წურწუმია შეეცდება. მოდი რა იყო 7 ნომერი. 12 აბსოლუტურად უცნობი ადამიანის ვინაობის დადგენის ვარსკვლავური მარათონი გრძელდება. დაი მიაწექი მას შენობას. შეძლო თუ არა ლელა მამულიჩას ტანდემმა ანრი ჯოხაძის რეკორდის განმეორება. ისე მინდა გითხრათ საკმაოდ რთულია. ვინ აღმოჩნდა 12 უცნობს შორის საბავშვო ბაგის აღზრდელი? ზღაპრები ხომ დაიცოდა. ფსიქოლოგი, ცოტა ლოგიკურადაც უნდა ვიმსჯელოთ. აკრობატი, ან არის ხო ეს მაყურებელი, აუცილებელი. თუ ხვდებით რომ დღევანდელი ინტუიცია არის ამ სეზონის ბოლო გადაცემა, თქვენ კი არიცით ამის გამო უბრალოდ ინერვიულოთ თუ ჩავარდეთ დეპრესიაში, მაინც ნუაჩქარდებით უყურეთ ჩვენს გადაცემას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, რადგან მე ნიკა ქავთარაძე ვარ და ეს არის შოუ ინტუიცია. ვინც ამ შოუში საკუთარი ინტუიციის დახმარებით 12 პირად მონაცემს, შეუსაბამებს 12 უცნობს, მოიგებს 20,000 ლარს. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ სტუმარს, ეს არის ადამიანი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე შექმნა თავისი ეპოქა. მომღერალი, რომელმაც 4 მილიონიან ქვეყანაში 6 მილიონი CD გაყიდა, ლელა წურწუმია. საღამოშიდობისა, მოგესალმები ლელა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. არაჩვეულებრივად გამოიყურები, მინდა გითხრა. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მივესალმოთ ლელას. როგორი ინტუიცია გაქვს ლელა, ეს მაინტერესებს. რა ვიცი, აქამდე არ მღალატობდა. დარწმუნებული ვარ, დღესაც ისეთივე სულას განაგრძობს შენი ინტუიცია, როგორც დღევანდელ დღემდე. ნახოთ, იცი ინტუიცია ან გაქვს, ან არ გაქვს, მაგრამ შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარემოსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. კარგი, მაშინ ჩვენ უნდა შევამოწმოთ ჩვენი ინტუიცია, ჩვენი 12 უცნობის ამოცნობის საკითხში. ასე რომ, მივესალმოთ ჩვენი 12 უცნობი. მადლობა ჩვენს უცნობებს, ამ უცნობების ამოცნობა მოგიწევთ პირადი მონაცემების მიხედვით. დღეს კი გვაქვს შემდეგი 12 პირადი მონაცემი. აშასე, დაცვის თანამშრომელი, ლეპიდოპტეროლოგი, კონდიტერი, ფსიქოლოგი, მეცნიერ მუშაკი, სასტუმროს ადმინისტრატორი, საბავშვო ბაღის აღმზრდელი, იურისტი, კოსმეტოლოგი, შესყიდვების მენეჯერი, გრაფიკოსი და აკრობატი. ძალიან ადვილი წესები გვაქვს, ვირჩევთ ერთ-ერთ პირად მონაცემს და შემდეგ უნდა გავიგოთ ვინ არის. რაც უფრო სწორად გააკეთებ ამ არჩევანს, მით უფრო გაიზრდება შენი მოგებული თანხა. თან რაც თავარია, შენ არ ახარ შეზღუდული, რომელიც გინდა აირჩიე პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და თუ ყველაფერს კარგად გააკეთებ, შენ მოიგებ 20,000 ლარს. რაც თავარია, თითეული გადაწყვეტილება უნდა დაადასტურო აი აქ 5 თითის ან რამდენი თითის სტაჭირითაც გინდა, თავარი აი აქ უნდა დააჭირო აუცილებლად. თავარი არის კიდევ ერთი რამ, რომ გაქვს 3 დახმარება იმისთვის, რომ გაგიადვილდეს უფრო მეტად 20,000 ლარისკენ სვლა. ეს დახმარებებია: პირველი, შანსი, ანუ შეცდომის უფლება. მეორე, 3 ვერსია კომპიუტერისგან, ანუ შენ როცა თხოვ დახმარებას კომპიუტერს, კომპიუტერი შენს მიერ არჩეულ პირად მონაცემზე დაგიტოვებს 3 სავარაუდო ვერსიას უცნობებისას, რომელთაგანაც ერთი აუცილებლად შეესაბამება იმ პირად მონაცემს და მესამე დახმარება. ჩვენი გადაცემის მუდმივ მოქმედი უექსპერტესი ექსპერტები. უფსიქოლოგესი რევაზ ფსიქოლოგი ჯორბენაძე, უმსახიობესი ნინო მსახიობი ბურდული და რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილების უფროსი გუჯა მაგალათია. ჩვენ შეგვიძლია, რადგან წესები ვიცით უკვე დავიწყოთ თამაში და რაც თავარია, მე გეტყვი რომ ჩვენ თამაშობთ 100 ლარზე. მაშასე ერთადერთი მინიშნების ფორმით, აი მეორე პირადი მონაცემი, რომელიც წერია ლეპიდოპტეროლოგი. ეს არის პეპილებს რო შეისწავლის ის ადამიანია.
ანუ ეს გავარკვიეთ რას ნიშნავს. ეხლა რომელია, ეგ უკვე ნელ-ნელა უნდა გავარკვიოთ. მე ვფიქრობ, რომ შენ შეგიძლია აირჩიო პირველი პირადი მონაცემი ადვილად, რა ვიცი, მე ესე მგონია. უნდა დავიწყოთ ყველაზე ადვილი და ეს არის დაცვის თანამშრომელი. დაცვის თანამშრომელი. ლელა წურწუმი აირჩევს პირად მონაცემს დაცვის თანამშრომელი. ძალიან კარგი და რომელ ნომერზე გაქვს ეჭვი რომ არის დაცვის თანამშრომელი? რა თქმა უნდა, ეს ათლეტური, ესე ვთქვათ, აღნაგობის სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი ნომერი 3. ძალიან კარგი, მე არ შეგედავები, რადგან ფიქრობ რომ მართლაც შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია, იმიტომ რომ შემოსილი არის მის ესე ვთქვათ სამსახურეობრივ სამოსში, ასე რომ ძნელი გამოსაცნობი არც უნდა იყოს, იმიტომ რომ არ ეცვას, მაინც მისი აღნაგობა. კი, უსაფრთხოდ რო იგზნობს თავს ისეთი ადამიანია მის გულში. ძალიან კარგი, ლელა წურწუმი ადასტურებს, რომ ნომერი 3 არის დაცვის თანამშრომელი. საღამოშიდობისა მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენი სახელი? ლევან. ლევან. რადგან ლელა დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში, მე ეგრევე დაგისვამთ კითხვას, ხართ თუ არა დაცვის თანამშრომელი? ეხლა დაველოდოთ პასუხს. კილოცა თქვენ ვართ აქ. ძალიან კარგი. დიდი მადლობა ლევანს. დიდი მადლობა ლევანს. ჩვენ გვაქვს 100 ლარი და ვთამაშობთ 250 ლარზე. და დაგჭა შემდეგი პირადი მონაცემები: ლეპიდოპტეროლოგი, კონდიტერი, ფსიქოლოგი, მეცნიერ მუშაკი, სასტუმროს ადმინისტრატორი, საბავშვო ბაღის აღმზრდელი, იურისტი, კოსმეტოლოგი, შესყიდვების მენეჯერი, გრაფიკოსი და აკრობატი. და რომელ პირად მონაცემს აირჩევ ლელა? Ну, რა თქმა უნდა, ისევ გავიადვილებ, ესე ვთქვა და აკრობატი. აკრობატი. ძალიან კარგი, ლელა წურწუმი აირჩევს პირად მონაცემს აკრობატი. და რა ვიცი, ხო, აი. ხა ეს ძნელი არავისთვის არ არის, ნომერი 2 გოგონა. ნომერი 2, უცნობი ნომერი 2 და შენ ალბათ ადასტურებ. ლელა წურწუმი ადასტურებს, რომ უცნობი ნომერი 2 არის აკრობატი. საღამომშვიდობის მოგესალმებით და თუ კი თქვენ მართლაც ხართ აკრობატი, ძალიან გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ეს. გვიდასტურებს. დიდი მადლობა, ჩვენ უკვე გვაქვს 250 ლარი და შემდეგი პირადი მონაცემის არჩევამდე მე გეტყვი წესებს კიდევ ერთ დეტალს შეგახსენებ. როდესაც ჩვენ გამოიყენებ შეცდომის უფლებას, ანუ შანსს, იმის შემდეგ ნებისმიერი სწორი პასუხის გაცემის თანავე შენ შეგიძლია აიღო მოგებული თანხა და ძალიან კარგ ხასიათზე წახვიდე სახლში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც გადაწყვეტ. ეხლა კი ვითამაშოთ 500 ლარზე. 500 ლარზე ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ შემდეგი პირადი მონაცემები, კიდევ ერთხელ გაგაცნობ, ლეპიდოპტეროლოგი, ანუ როგორც უკვე ვთქვით, ადამიანი, რომელიც შეისწავლის პეპლებს, კონდიტერი, ფსიქოლოგი, მეცნიერ მუშაკი, სასტუმროს ადმინისტრატორი, საბავშვო ბაღის აღმზრდელი, იურისტი, კოსმეტოლოგი, შესყიდვების მენეჯერი და გრაფიკოსი. და ახლა უკვე საინტერესოა რას კიდევ. ძალიან საინტერესოა, ხო. მაინც მე ვფიქრობ, რომ ინტუიციას უნდა მიყვე, იმიტომ რომ აქ როგორც კი გონება ითვება, შეიძლება რაღაცა შეცდომაში შეგიყვანოს. მოდი გრაფიკოსი. გრაფიკოსი. ხო. კარგი, ლელა წურწუმი აირჩევს პირად მონაცემს გრაფიკოსი. ძალიან კარგი. გრაფიკოსებთან გონია შეხება შენი კლიპების გადაღების დროს და არა მარტო, ხო? აი რა საერთო ნიშანი აქვს ამ გრაფიკოსებს, აი რითი გამოირჩევიან. აი როგორ ფიქრობ, რომ უნდა ამოიცნო გრაფიკოსი? რა თქმა უნდა, მე ჩემი სავარაუდო პასუხი მაქვს და რა თქმა უნდა, გამომდინარე მისი ვიზუალიდან და ის რომ ის ატარებს სათვალეს, იმიტომ რომ კომპიუტერთან ძალიან ბევრი სამუშაოა. დიახ. ამიტომ მე ვთვლი, რომ აი ახალგაზრდა ზოლიან მაისურში 11 ნომერი მე მგონია, რომ არის გრაფიკოსი. იმიტომ რომ ხშირი ესე ვთქვათ, აი ესეთ ძალიან დაკვირვებული მუშაობა ხანდახან ზიანს აყენებს ხელმოხატულობას.
ამიტომ რატომღაც მგონია რომ ხო შეც მაგის განაგემართო ხო არ იყო მაშინ ამიტომ რატომღაც მგონია რომ 11 ნომერი უნდა იყოს გრაფიკოსი დახმარება არ შეიძლება ვწდები მაინც რატომღაც ჩემი ინტუიცია ესე მკარნახობს და თუ კი შენი ინტუიცია ასე კარნახობს მე რა უფლება მაქვს რომ შევეწინააღმდეგო მას რადგან შენ შეგიძლია საკუთარი ინტუიციით მოიგო 20000 ლარი და მე როგორ შეგიშლია მაშინ ხელს ანუ შენ ისე მინდა გითხრათ საკმაოდ რთულია რა თქმა უნდა რა არიცი ალბათ მაინც ცხოვრებაში უფრო მეტად ლოგიკას მივაწეკით ადამიანები და ინტუიცია გვერდზე გადავდეთ და ცოტა მოდუნებული გვაქვს თორე და მაინც ბიჭი უნდა იყოს ანუ ესე თული შენ არა ამ შემთხვევაში ამ პროფესიას აბსოლუტურად სქესი ნამდვილად არ აქვს უბრალოდ მისი ვიზუალიდან გამომდინარე რადგან ეს არის ესე ვთქვათ სამუშაო რომელსაც ჭირდება განსაკუთრებული ესე ვთქვათ კარგი თვალი კი და დაღლა იცის თვალისთან რა თქმა უნდა ამიტომ მგონია მხოლოდ რომ ის არის გრაფიკოსი მოდი 11 ნომერი კარგი ლელა თურსუნია ადასტურებს რომ უცნობი ნომერი 11 არის გრაფიკოსი. საღამოშვიდობის მოგესალმებით. მოგესალმებით. თქვენი სახელი? კახა. კახა, ძალიან კარგი. კახა. რამდენად რთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ? ნუ დატვირთული. ნუ გრაფიკოს. ხშირად დატვირთული. გრაფიკი საინტერესოა როგორი აქვს. იცით რა მაინტერესებს? აი ყველაზე ხშირად რომელი მცენარე ხდებათ ხოლმე თვალში? მცენარე? დიახ. ხე შეიძლება ნაძვი, მაგალითად. აჰა, საინტერესოა. კომპიუტერთან ხა რატო დავსვი ეს კითხვა? კომპიუტერთან ყოველთვის დევს კაქტუსი და შეიძლება არ აქცევს კაქტუსი. არა, ყურადღებას არ აქცევს ნამდვილად. არც ალია მაგისთვის. კარგი. ძალიან ბევრი სამუშაო. ძალიან კარგი. მაშინ პირდაპირ კითხო. და კაქტუსს მოვლა უნდა იქ წყალი უნდა უსხა. ასე შე. კაქტუსი მე ისეთი მცენარე მეგონა რომელსაც მოვლა არ უნდა. უნდა. მოვლა ყველაფერს უნდა ყველას. კარგი, მაშინ მოუვაროთ ჩვენ სავარაუდო 500 ლარს და გავიგოთ პასუხი კითხვაზე. ხართ თუ არა გრაფიკოსი? სამწუხაროდ თქვენ შეცდით. მე გრაფიკოსი არ ვარ. არ არსებობს. არა უშავს ლელა, მინდა გითხრა, არა უშავს. სამაგეროდ ვიცით რომ ის გრაფიკოსი არ არის, ეს უკვე წინ წასული საქმეა. თან რაც თავარია, შენ გაქვს შანსი, ანუ შეცდომის უფლება და ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვითამაშოთ 500 ლარზე. აჰა. და კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. ლეპიდოპტეროლოგი, ანუ ადამიანი, რომელიც პეპლებს იკვლევს, კონდიტერი, ფსიქოლოგი, მეცნიერი, მუშაკი, სასტუმროს ადმინისტრატორი, საბავშვო ბაღის აღმზრდელი, იურისტი, კოსმეტოლოგი, შესყიდვების მენეჯერი და გრაფიკოსი. უკვე ჩვენ ვიცით რომ ამ 10 უცნობიდან ერთი არ არის გრაფიკოსი. მოდი აი ეს რთული ლეპიდოპტეროლოგი ვცადოთ, იმიტომ რომ მხოლოდ ინტუიციით, იმიტომ რომ მე არ ვიცი კონკრეტულად ესე ვთქვათ ეს რა სამუშაოა, მართალი გითხრა, არანაირად არ მესვის. უბრალოდ მხოლოდ ჩემი ვიზუალური შეფასებით მე ვიტყოდი რომ გამომდინარე იქიდან რომ ბავთა აქვს გალბატონსკის ერზე და აცვია პეპლის სფერებში, ესე ვთქვათ, ამიტომ მგონია რომ პირველი ნომერი უნდა იყოს. მოდი ესეთი რამე გავაკეთოთ. ჩვენ ხო ძალიან კარგი ადამიანები ვართ და ვიცით რომ მეგობრების დახმარება არის უმთავრესი ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის დროს ცხოვრებაში გულისხმობ, რა თქმა უნდა. ამიტომ დღეს შენს დასახმარებლად აქ მეგობრები მოვიდნენ და მე მინდა მივესალმოთ ყველანი ლელას მეგობრებს. ხო, წარმოიდგინო დღეს შენი მეგობრები, ვინ დაგეხმარებიან აი რთულ გზაზე სასიარულოდ. ჩემი მეგობრები არიან რუსთაველის თეატრის მსახიობი გოგა გელესიანი. და ჩემი მეუღლე და პროდიუსერი კახი მამულაშვილი. ორივეს მოგესალმებით. იმედი მაქვს რომ დაეხმარებით ლელას. ვეცდებით. საკუთარი ინტუიციის გამოფხიზლება, გამოგვიძების საკითხში. მანამდე კი გეტყვით რომ ლელამ აირჩია, მე მგონი ხო არ ვწდებით. კი, მე არ პირადი მონაცემი ლეპიდოპტეროლოგი. ეს არის
ეს არის ძალიან ახლოს არის შენ საქმიანობასთან. კი, პეპლებს საკვირდება და უვლის. სხვადასხვა ძალიან პატარა, ეს არის ყველაზე ხანმოკლე საქმიანობა, მე მგონი, იმიტომ რომ ერთი პეპელა ხო სულ 13 დღე ცხოვრობს. ძალიან პატარა, კი, ძალიან პატარა ისინი აქვთ, ასე ვთქვათ, კონტრაქტები პეპელასთან. ლელას აქვს ვერსია, რომ პირველი ნომერი, ანუ ნუცნობი ნომერი 1 არის ლეპიდოპტეროლოგი, ანუ ადამიანი, რომელიც შეისწავლის პეპლებს. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო? თვითონ სათაურმო ისე დამაბნია რომ ახლოს არის რა თქმა უნდა. გოგა რა სიტყვი? შეიძლება, მაგრამ ისიც შეიძლება რომ დაბნევისთვის ჩამეცვა ესე. კი, მაგიც არ არის გამორიცხული. თუმცა თავგზის ასამბლეი. არა, იცი რა არის, ამ შემთხვევაში მისი პროფესია მის ჩასმას არ განაპირობებს. უბრალოდ ვიფიქრე, რომ ადამიანს როცა აქვს ესეთ სილამაზესთან ურთიერთობა, შესაბამისად მისი, ესე ვთქვათ, ფერის ალბათ არის ჭრელი, ლამაზია, სადღესასწაულო. მიიზიდო. ლელა, მე გეტყვი ესეთ რამეს, რადგან ამ შოუს აქვს დახმარებები. და ეს დახმარებები მხოლოდ იმისთვის არის, რომ გაჩილება ბევრი ფული მოვიგოთ. ნუ გავრისკავ, ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომის უფლება, შანსი. ამიტომ თხოვოთ კომპიუტერს დაუშვათ და ძალიან საინტერესო იქნება. კი, მე მგონი ეს წაგვადგება. ლელა წურწუმიამ გადაწყვიტა მეგობრების. არა. შეხედა პროდიუსერი. არა, ცოტა ლოგიკურადაც უნდა ვიმსჯელოთ ეს. და ეხლა რომ გამოვიყვენოთ ეს მაშინ უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული აზრი, ლეპიდოპტეროლოგი. თუ ჩვენ ვიღაცას პიროვნებაზე ჩამოყალიბებული უნდა თქვათ, რომ ეს არის, მაშინ პირდაპირ ჯობია რომ გავრისხოთ. თუ არა, მაშინ უნდა ვიმსჯელოთ. არა, მესმის, მაგრამ ჩამოყალიბებულები ხო არა ვარ. თქვენმა მეგობართაგან 50%-მა თქვა, რომ შეიძლება ეს არ იყოს ლეპიდოპტეროლოგი. მეორე 50%-მა თქვა, რომ არა, მაგის შანსიც არის, რა თქმა უნდა, 50-50-ზე, ან არის, ან არ არის, ხო ესე? კაი, მიაწექი მაგ შენობას. მივაწვე მაგ შენობას. მე მოგიწოდებ კიდევ ერთხელ გეუბნები, მოგიწოდებ, რომ არ იჩხარო უბრალოდ, რადგან მე უკან დასახევი გზა არ გექნება. კომპიუტერი, აი რატომღაც აი მგონია, რომ კომპიუტერის დახმარება უნდა გამოიყენო. მამული, ჩვენ კი თვლი, რომ მერე, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება, რომ ის მერე აღარ დგება უბრალოდ. აი, გამოვიყენოთ. მოდი, გამოვიყენოთ. ძალიან კარგი. ლელა წურწუმია იყენებს დახმარებას კომპიუტერის 3 ვერსია და ჩვენ ვთხოვთ ჩვენს კეთილ არც თუ ისე პატიოსან, მაგრამ კეთილ კომპიუტერს დაგვიტოვოს ის 3 სავარაუდო უცნობი, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის ლეპიდოპტეროლოგი, ანუ ადამიანი, რომელიც აკვირდება და შეისწავლის პეპლებს. კომპიუტერმა დაგვიტოვა შემდეგი 3 ვერსია. ნომერი 5, ნომერი 6 და ნომერი 7. ერთი რატომღაც არ არის ამ 3-ში, მინდა გითხრათ. რას ფიქრობ? აბა, ვისაუბროთ, ხმამაღლა გავაკეთოთ ანალიზი. 6 გამოვრიცხეთ. ანუ მაინც ხალია საკვირდება პეპლებს. ხალი აკეთებს ამას. კი უნდა ზდიო პეპელს დასაჭერად, მაგრამ მთელი ცხოვრება. მამაკაცი გამორიცხული არის, ან აი 5-სა და 7 შორის უნდა გავაკეთო ეხლა არჩევა. დიახ. მე მაინც ფიქრობ, რომ ამ ესე ვთქვათ, დარგს სჭირდება გამოცდილება. გამოცდილება არის ასაკთან ერთად. გოგონა შედარებით ახალგაზრდა არის 7 ნომერთან და მე მგონია, რომ 7 ნომერი უნდა იყოს. მოდი რა იყოს 7 ნომერი. იყოს ნომერი 7, ლელა წურწუმია. ადასტურებს, რომ ნომერი 7 არის ლეპიდოპტეროლოგი, ანუ ადამიანი, რომელიც აკვირდება და იკვლევს პეპლებს. საღამოშვიდობის, მოგესალმებით. მოგესალმებით. თქვენი სახელი? თამუნა. თამუნა. თამუნა, პეპლები დაგიჭერიათ ცხოვრებაში? დიახ. მეც დამიჭერია. შენ? იცი რა, ისე თქვა ქალბატონმა კი, მე ძალიან დაღლილი ამ პეპლის დაჭერა. კონია რატომღაც. არ ვიცი, შეიძლება. კარგი. მაშასე სანამ დაგისვამდეთ თავარ კითხვას. მე მინდა კითხოთ არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენთვის, თითოეულისთვის. ფაქტიურად შეიძლება იყოს რიტორიკულიც კი ეს შეკითხვა. განა არის რამე იმაზე კარგი
ინტუიციაში ვიდრე რეკლამა. რეკლამა ინტუიციაში. ჩვენ დავბრუნდით რეკლამიდან, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ დავბრუნებულვართ, ჩვენ გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე. ხართ თუ არა ლეპიდოპტეროლოგი, ანუ ადამიანი, რომელიც შეისწავლის პეპლებს. $500 პასუხის მოლოდინში. მომილოცავს? Bravo! კარგი აპლოდისმენტები. ჩვენ უკვე გვაქვს 500 ლარი და ვთამაშობთ 750 ლარზე და დაგჭა შემდეგი პირადი მონაცემები. კონდიტერი, ფსიქოლოგი, მეცნიერმუშაკი, სასტუმროს ადმინისტრატორი, საბავშვო ბაღის აღმზრდელი, იურისტი, კოსმეტოლოგი, შესყიდვების მენეჯერი და გრაფიკოსი. და რომელ პირად მონაცემს აირჩევდი ქალბატონული? მოდი, აბა საბავშვო ბაღის აღმზრდელი. საბავშვო ბაღის აღმზრდელი. ნელამ აირჩია ეს პირადი მონაცემი. ეხლა კი დავიწყოთ მსჯელობა. ეს უნდა იყოს წესიდარიგით ქალბატონი, მე მგონი. რა თქმა უნდა იყოს, უნდა იყოს. რომელსაც უყვარს ბავშვები. უყვარს ბავშვები და ეს არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, ძალიან ახალგაზრდა. კარგად უნდა უკრავდეს სხვადასხვა პიანინოზე. ყოველ შემთხვევაში მე ესეთ ბაღის აღმზრდელებს ვიცნობ. მე რატომღაც მგონია, რომ არის ქალბატონი 12 ნომრით. ქალბატონი უცნობი ნომერი 12. უბრალოდ ინტუიციით გზნობ ამას თუ ექსპერტების დახმარება ხო არ გინდა? ანუ შენი ვარაუდით ინჩი გამომეტყველება აქვს ქალბატონს. ბავშვებმა ვერ უნდა მოუშალონ ადვილად ნერვები. ხო, შესაბამისად, სუბუქა დაცვია, იმიტომ რომ სულ უნდა იყოს, კი, უნდა იტრიალოს და ასე შემდეგ. ხშირად უნდა იღიმებოდეს. მეგობრები რას ფიქრობენ? ეგ არის. ეგ ძალიან საინტერესოა, რა ვიცი. არ ვიცი. თუ ჩვენი აზრით. კარგი, всё, აჰა. ლელა თურცოვი ადასტურებს რომ უცნობი ნომერი 12 არის საბავშვო ბაღის თუმცა დაბრუნებული არ ვარ მაინც. ნუ ეხლა ეს ბოლოს გადაზღვა იყო ეხლა. იცი რა, ისეთი პროფესიებია, უბრალოდ ცოტა მიჭირს ესე იცი ანალიზის. არა უშენ. საღამოშიდობისა, მოგესალმებით. გამარჯობათ. თქვენი სახელი? ნატალია. ნატალია. პიანინოზე უკრავთ ნატალია? არა. არ უკრავს. არ არის გაუცილებელი. არა, ხო, არა, უბრალოდ რადგან ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ, მაინც არა, ბაღის მასალებელი გინდათ თუ არა უნდა უკრავდეს რომელიმე ინსტრუმენტზე არა არის. პიანინოზე? ცალკე ყავთ სიმღერის მასალა. ცალკე არის. თავარი კითხვა. ანტა მოდი რატო კითხოდეს თავარი კითხვა? ზღაპრები, ბევრი ზღაპარი იცით? კი. კი, ეს, აი, უკვე კარგია ზღაპრები იცის. ზღაპრები ხომ უნდა იცოდეს? უნდა იცოდეს. პიანინოს დაკვრა კარგი, არ უნდა იცოდეს. ზღაპრები უნდა იცოდეს. მაშინ უკვე ვკითხოთ. ხართ თუ არა საბავშვო ბაღის აღმზრდელი? $750 ლარი. მე ესე არ მანერვიულებდა ჩემი საბავშვო ბაღის აღმზრდელი. სამწუხაროდ თქვენი ინტუიცია შეცდით. ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია, ლელა არაუშავს მამულიჩი. თხოვთ მოვზანდეთ მეგობრები აქ ერთად. მე მოდით ჩვენ გავყვეთ პირდაპირ ნუმერაციის მიხედვით
და ყველა გავიგოთ ვინ არის რომ შემდეგში ინტუიციით გამოვიცნოთ. სანამ მშვიდობისა მიგესალმები უცნობს ნომერი 1. არა, პირველი შეიძლება კონდიტერი. გრაფიკოსია. აი მოდი გავიგოთ. სანამ მშვიდობისა მოგესალმები თქვენი სახელი და თქვენი პირადი მონაცემი. ჩემი სახელია ნინო. და პირადი მონაცემი ფსიქოლოგი გახლავთ. ფსიქოლოგი. დიდი მადლობა ნინოს. ეს დასახმარებლად ვინ მოიყვანე აქ რატო წამოიყვანე ეს დასახმარებლად. კარგი, ნომერი 4. მე მგონი შესყიდობის მენეჯერი. კარგი, სანამ მშვიდობის მოგესალმები თქვენი სახელი და თქვენი პირადი მონაცემი. საღამო მშვიდობისა. ჩემი სახელი გიორგი. პირადი მონაცემი? სასტუმროს ადმინისტრატორი. დიდი მადლობა. ინტუიცია ვაფშე არ მქონია. აი, ეხლა ისაა, ტრენინგი გვაქვს ინტუიციის. აი. ნომერ 5-ზე ჩვენ ფიქრობდით რაღაც ვერსია გქონდა, ახალგაზრდა შეიძლება იყოსო, გოგა ამბობდა კოსმეტოლოგიო, ხო? ხო. სანამ მშვიდობისა თქვენი სახელი და თქვენი პირადი მონაცემი. და ჩემი პირადი მონაცემი კონდიტერი. კონდიტერი. გასაინტერესო. ესე იგი, თამუნას ფორმებიდან გამომდინარე ის თვითონ არც კი სინჯავს მე მგონი იმას ახაც აწყობს. სხვებს ასუქებს. სხვებს ასუქებს. ნომერ 6-ზე საუბარი იყო რომ შეიძლება არის იურისტი და შეიძლება 11-იც იყოს იურისტი. 10, 8 და 12 და 9-ც. მამულიჩ. შენ რას ფიქრობდი? აი იურისტი. სანამ მშვიდობით, მოგესალმებით თქვენი სახელი და პირადი მონაცემი. მოგესალმებით. ჩემი სახელია მირანგულა. და მეცნიერ მუშაკი. მირანგულა მეცნიერ მუშაკი. რა მიმართულების მეცნიერ მუშაკი ბრძანდებით? თუ შეგიძლიათ ვთქვით. ინტეგრალური რადიოლოგიის და ეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, რომელიც უკვლევს ბიოსფეროში რადიონუკლიდების მიგრაციას. აჰა. დიდი მადლობა. ნომერ 8-ზე რას ფიქრობთ, მეგობრებო? 8 არის გრაფიკოსი. რაც გავიგებთ, ვინ არის ნომერი 8? საღამო მშვიდობისა უცნობო ნომერო 8. საღამო მშვიდობისა. თქვენი სახელი და პირადი მონაცემი. ჩემი სახელია გვანცა, პირადი მონაცემი საბავშვო ბაღის აღმზრდელი. ანუ კარგი, გადავიდეთ უცნობზე ნომერი 9. გქონდა აქ ჩვენ ვერსია რაღაც. საღამო მშვიდობის მოგესალმებით თქვენი სახელი და პირადი მონაცემი. საღამო მშვიდობისა დალი. პირადი მონაცემია კოსმეტოლოგი. აჰა. მადლობ. უცნობი ნომერი 10, გავიგოთ ვინ არის საღამო მშვიდობის მოგესალმებით თქვენი სახელი და პირადი მონაცემი. ჩემი სახელია ირაკლი და მე ვარ გრაფიკოსი. უბრალოდ ლინზები უკეთია. ლინზები უკეთია. აი ლინზები უკეთია თურმე თვალებს უფრთხილდება უკეთია ლინზები რაც არ ჩანს. აი საინტერესოა ვინ არის ნომერი 11, თუმცა 2 დაგვჭირდა და სავარაუდოდ 11 ნომერი უფრო გავს გრაფიკოს, მაგრამ შეიძლება იურისტი იყოს. ფაქტიურად არაფერი არ არის გამორიცხული, მეცაც გეტყვი, რადგან თქვენი სახელი უკვე ვიცით, ამიტომ გითხარით თქვენი პირადი მონაცემი. იმის და მიუხედავად, რომ კომპიუტერთან მუშაობთ, დიდი გამოცდილება მაქვს, მე გახლავართ შესყიდვების მენეჯერი. შესყიდვების მენეჯერი. ესე იგი ბაღის მასწავლებელი ინტუიცია არა გვაქვს. იყო ნომერი 8. არა, ხო, ბაღის მასწავლებელი ყოფილა იურისტი, მაგრამ მოდი ეს მაინც მისგან გავიგოთ თქვენი პირადი მონაცემი. ჩემი პირადი მონაცემი არის იურისტი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, უცნობად დიდი მადლობა ლელა, შენ დიდი მადლობა შენს მეგობრებს, რომ ჩვენ გადაცემაში იღებდით მონაწილეობას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დიდ თანხებზე ვერ ავედით, მაგრამ თამაში მაინც დაძაბული, დრამატული და საინტერესო იყო პირველივე სვლიდან. შენ ისეთი პასუხისგებლობით იკვლევდი რა ხარისხის ინტუიცია გაქვს, რომ მე შემშურდა ამ დამოკიდებულების ჩვენი გადაცემისადმი. დიდი მადლობა. ეს იყო ლელა წურწუმიას ინტუიციის შედეგი, შოუში ინტუიცია. ჩვენ კი ზუსტად რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ახალ სტუმართან და ახალ 12 უცნობთან ერთად, ასე რომ არ გადართოთ, დაგველოდეთ. დღეს ძალიან აზარტული და ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. ჩამონათვალი უბრალოდ იმდენად შთამბეჭდავია, რომ შეიძლება გამიჭირდეს ბოლომდე კარგად გავიტანო თავი, მაგრამ მაინც დავიწყოთ. ლომისის სამხატვრო ხელმძღვანელი 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2008, 2009 და 2010 იუმორინას მუსიკალური ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი და მამაშვილი ბაღაშვილის შვილი გია ბაღაშვილი, მივესალმოთ.
საღამოშიდობისა მოგესალმებით. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. გთხოვთ. მადლობა მოწვევისთვის. ყველაფერი კარგად. თქვი რამე ხوار შემეშალა. არაფერი გას. ძალიან კარგი. პირველად ყავს მეცნიერებათა დოქტორი მე მგონი სტუდიაში და იმედი მაქვს რომ დოქტორებს რაღაც იმედი არა უკანასკნელს. არა, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს. შენ მაინც მეწვევი მეორეჯერ თუ სადავა, რამდენი დაგიზახებ, იმდენჯერ შევამოწმოთ ჩემი ინტუიცია. კი ბატონო, ძალიან კარგი. როგორი ინტუიცია გაქვს? თამაში, იცი რა არის, გადაცემას უყურებდი, მე ერთგული მაყურებელი ვარ შენი გადაცემის. დიდი მადლობა, დიდი მადლობა, დიას. ძალიან საინტერესოა, ძალიან აზარტულია, მაგრამ ვერაზროს ესერად ვერ ვიცნობდი და აქ რომ მოვალ ძალიან აქ რომ მოვიდი ძალიან. მე ვფიქრობ, რომ დღეს სრულიად სხვადასხვა სიტუაცია იქნება. იმედია. თქვენ ისეთ სფეროში ტრიალებთ, ასე ვთქვათ, ესეთ სფეროს კურირებთ, რომ ძალიან ბევრ უცნობ ადამიანს ხდით პოპულარულს ანუ ცნობილს. იცი რა არის, ერთ რამეში ინტუიცია ჩვენ საკონცერტო გამოცდილებას თუ გადახედავს კაცი, მე მგონი არ გვღალატობს მამაშვილ ვაღაშვილს, ანუ ნიჭიერსა და უნიჭოს ვარჩევთ ინტუიციით, მაგრამ აი პროფესიების არჩევაში რა როგორ გამოვა? მოდი ვნახოთ რა და როგორ გამოვა დღეს, გავიცნოთ ჩვენი 12 უცნობი. ესენი არიან ჩვენი 12 უცნობი. მათი ამოცნობა გიწევს პირადი მონაცემების მიხედვით, ხოლო დღევანდელ შოუში ჩვენ გვაქვს შემდეგი 12 პირადი მონაცემი. სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი, მეტყევე, ძიძა, ფლორისტი, სამრეწველო დიზაინერი, უკრავს ხალხურ საკრავებზე, აგრონომი, სანტექნიკოსი, მუსიკის მასწავლებელი, სომელიე, სამხედრო მეპარაშუტე და რეპერი. ძალიან ადვილია ვირჩევთ პირად მონაცემს. ძალიან ადვილია, კი, ძალიან. ძალიან. რაუდა. პირად მონაცემს ვირჩევთ და შემდეგ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეესაბამება ეს ჩვენ 12 უცნობში. არჩევანში ხარ შეუზღუდავი, ანუ შეგიძლია ნებისმიერი არჩიო პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. რაც უფრო კარგად გააკეთებ ამას, უფრო დიდი შანსი გაქვს რომ მოიგო 20,000 ლარი. გეტყვი რომ გაქვს 3 დახმარება. ეს დახმარებებია პირველი შანსი, ანუ შეცდომის უფლება. მეორე, 3 ვერსია კომპიუტერისგან, ანუ შენს მიერ არჩეულ პირად მონაცემზე კომპიუტერი დაგიტოვებს 3 სავარაუდო ვერსიას, რომელთაგანაც ერთი აუცილებლად იქნება სწორი ვერსია. და ინტუიციის ექსპერტები. თუმცა სანამ ექსპერტებს გაგაცნობ, მე მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს მივმართონ, რომ არ არის გამორიცხული, რომ იუმორინაზე ჩვენი გადაცემის პაროდია გაკეთდეს და აქედან გამომდინარე, მოდით მივესალმოთ ბესო ვერულაშვილის პაროდიის ობიექტს, ფსიქოლოგი, შესაძლო პროტოტიპი. დიახ, რევას ჯორბენაძეს, ნინა კაგელაშვილის სავარაუდო ასე ვთქვათ, ობიექტს მიზანში ალბათ ამოიღებს ნინა კალბატონი, ნინო ბურდული და რა ვიცი, ალბათ მერაბ გეგეჭკორის. ხო? შენი განაწილებით ეგრეა როლებში. მერაბ გეგეჭკორის პაროდიის ობიექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილების უფროსი გუჯა მაკალათია. დიდი მადლობა სამივე ექსპერტს. შენ კიდევ ერთ რამე შეგახსენებ, რომ ყველა ვერსიის დადასტურება გიწევს აქ ხელის დაჭერით, წონეად პასუხს ვერ ვღებულობთ. დააჭერ გამწვანება. ჯერ არჩეული არა გაქვს, ასე რომ ამას უფლება და უნარი არ აქვს გამწვანების. ასე რომ ჩვენ ვთამაშობთ 100 ლარზე და ვირჩევთ ნეტავ რომელ პირად მონაცემს. მე ვფიქრობ, რომ გაიადვილებ შენ საქმეს და რამე ადვილს აირჩევ. ხო, მესე მგონია, რომ ჯერაც ნამდვილი ვიცით ის თქვა და. კი ბატონო. ახლა ფოლკლორისტმა რომ არ ავირჩიო თავიდან უკრავს ხალხურ საკრავებზე, ალბათ იქნება დანაშაული. დანაშაულს ნუ ჩაიდნენ ასპინდაპინ ეთერში. ამიტომ უკრავს ხალხურ საკრავებზე. ძალიან კარგი, ვირჩევთ პირად მონაცემს, უკრავს ხალხურ საკრავებზე. მაგრამ რომელია ნეტა, აი ეს არის განსხვავება. ეგ არის. შენ ხო უკრავ საკრავებზე, ხე უკრავ. აი რა საკრავებზე უკრავ? აი პირველ ნომერს რა საკრავიც აქვს, იმ საკრავზე უკრავ. დიახ. როგორც ტემპერირებულ, ისე არატემპერირებულ ვარიანტს. არატემპერირებულზე არ ვიცოდი. არატემპერირებულზე კი. შენ უნდა გწოდნოდე. ეგ ამბავი. ცირა არის, მე მგონი ძალიან ბევრი ვარ გავაჯანჯულოთ, იმიტომ რომ მე ეჭვი მაქვს რომ მე უფრო მექნება ნერვიულობის განცდის და ფიქრის დრო. ავირჩიოთ ნომერი პირველი. მე მგონი ზედაპირზე დევს. ნომერი პირველი. გთხოვთ?
გთხოვთ დაადასტუროთ. იმდენად შენიღბული თუ არის რომ ამ დროს მეტყევია და ეს უჭირავს, მაშინ ლახად არის. გია ვაღაშვილმა დაადასტურა რომ ნომერი 1 არის ადამიანი რომელიც უკრავს ხალხურ საკრავებზე. საღამომშვიდობის მოგესალმებით და თუ კი გია ვაღაშვილი არ ცდება და თქვენ მართლაც ხართ ადამიანი რომელიც უკრავს ხალხურ საკრავებზე, გთხოვთ დაგვიმტკიცოთ ეს ჩვენ და მაყურებლებს. დიდი მადლობა, ბრავო! დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხო დაუკრავდი. ნე, შეა. აილეა. Bravo! გია, შენ დაიმსახურე 100 ლარი და ჩვენ თამაშობ 250 ლარზე. დაგვრჩა შემდეგი პირადი მონაცემები. სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი, მეტყევე, ძიძა, ფლორისტი, სამრეწველო დიზაინერი, აგრონომი, სანტექნიკოსი, მუსიკის მასწავლებელი, სომელიე, სამხედრო მეპარაშუტე და რეპერი. ვალა. ცირა არის, მეგონი ხალხური საკრავების გვერდით რომ არის აქეთ რეპერი, რეპერის მეგონი სახეზე ყავს და მეგონი ისიც იმის გვერდით იყო, ვინც იმის გვერდით იყო და რაღაც პოზაც ესეთი ჰქონდა. ღრმად რეპერული. კი. თუფაკის სული განაცხოს გვერდმა და ავირჩიოთ 2 ნომერი მაშინ. კარგი, ჩვენ ჯერ ვირჩევთ პირად მონაცემს რეპერი და შემდეგ როგორც გიამ თქვა, ის ყარად დგას ვერსიაზე უცნობისა ნომერი 2. კი ბატონო. მისი ჩაცმულობა ალბათ. თუ ამ შემთხვევაშიც სამხედრო მეპარაშუტი არ გადააცვეს. თუ პარაშუტს არ მალავს, არ მალავს მაისურის ქვეშ. კი, კი. კარგი, შენ შეგიძლია დაადასტურო ეს ყველაფერი. დავადასტურო. გია ბაღაშვილი ადასტურებს, რომ უცნობი ნომერი 2 არის რეპერი. საღამომშვიდობისა მოგესალმებით. გია ბაღაშვილს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმის მიუხედავად რომ თქვენს გულზე არსებული ციფრი სრულად არ შეესაბამება იმ პოზიციის ნომერს, რომელზეც თქვენ დგეხართ, რომ თქვენ ხართ რეპერი. და თუ კი მართლაც ხართ რეპერი, გთხოვთ დაგვიმტკიცოთ. იმტკიცებს? მეგონი სიაგონებრივი კარნახი საკუთარ თოფთან გამილი გამოჩნდა ფიქრებთან კამათი უდიდესი აზარი გამოიყოფა ადრენალინი რაში მასში არ თამაში მგონი ყველა არის ფანატი საკუთარ პროფესიაში თუ დააკვირდებით არც არ ეთხოვა ბზარით მასში ჯერჯერობით ესასია მოდით ნახოთ რა ხდება ყველასთვის საინტერესო პროექტი ინტუიციაში დიდი მადლობა ინტუიციაზე ლექსებს წერენ მოკლედ, გაიგე. ამის გამეორებას ნუ მომთხოვდა. ის კი ბატონო. კი, ფანდურზე. ძალიან კარგი, ჩვენ გვაქვს 250 ლარი და ვთამაშობ 500 ლარზე. ფაქტიურად რაღაცა დაგვჭა. არა, ორი მთავარი გავიარეთ და 10-ოდე ისე რა. არა, სომელიეს გამოსნობას რა უნდა? რა თქმა უნდა. სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი, მეტყევე, ძიძა, ფლორისტი სამრეწველო დიზაინერი. სამრეწველო დიზაინერი რა. აგრონომი. სახეზე აწერია ყველა სამრეწველო დიზაინერის ვინც არის. სანტექნიკოს, არა მარტო სახეზე. ნახოთ. მუსიკის მასწავლებელი, სომელიე, სამხედრო მეპარაშუტე. მოდი, მე ახლა ადვილი ავირჩიებ ისო, რაც შეიძლება ადვილი, რა ვიცი. თუ ადვილი აქ არის რომელიმე კი. ცირ არის რაღაცა სულთად ინტუიციას იმის არის ყოს თლა ჩემფეხის იმედზე ნუ იქნებია ხო? რაღაცა ლოგიკური ჯაჭვი ხო გინდა რომ გაცმოძებნო და მოდი ავირჩიოთ ჩვენ ფლორისტი. ფლორისტი. ჯანი გავარდეს იყოს ფლორისტი. ჯანი გავარდეს ფლორისტი. პირადი მონაცემი ფლორისტი ავირჩიეთ. ავირჩიეთ. აი რა ლოგიკა და რით გაიადვილე შენი აზრით დაუშვოთ ეს ცირ არის ფლორისტი როგორც წესია უფრო ხშირად ყოველ შემთხვევაში დაწონებული ვარ უმრავლეს შემთხვევაში რაც მე მინახავს ძალიან ქალბატონები. დიახ. და ქალბატონებს შორის ერთ-ერთი სადაც იქ ნახსენები ფლორა კუჩხიბედინერის ვერსიით რო თქო ფიგურირებს
არის აი მეოთხე ნომერი ქალბატონის კაბის დეკორში. ასე ვთქვათ, ფიგურირებს. თუმცა ეს შეიძლება იყოს მისი გემოვნების საკითხი და არა პირდაპირ. მე ძალიან იმედი მაქვს, რომ ეგარი იქნება. მუსიკალური ხელმძღვანელი ხარ და სასაცილო მაისური თუ არ მოსულხარ აქ ამის გამო. არ მოსულა. სასაცილო მომღერალი მაისური. არა, არ მოსულა. არა, ეს უბრალოდ გეუბნები. შეიძლება იყოს კიდევ. არა, სწორი არის ეგ ვერსია. არის ეგ ვარიანტიც. კი ბატონო. იყოს მოთამაშე ნომერი 4. იყოს მოთამაშე ნომერი 4. თუ შევცდები. გია ბაღაშვილმა გადაწყვიტა, რომ 4 ნომერი არის, უცნობი ნომერი 4 არის ფლორისტი. ყოველ შემთხვევაში უცნობი ნომერი 4-ის კაბა პირდაპირ ამას დამშვათ კარნახობს ჩვენს მინდა რომ იმანიშნებ წეს. თუ გამოვიდა ეგ ამბავი. კი ბატონო. მაშინ დავადასტუროთ. ფლორისტი. ძალიან კარგი, დავამტკიცეთ და დავადასტურეთ. ნახოთ რამდენად ლოგიკურია ის ყველაფერი, რაც თქვენ ბრძანეთ, გიორგი. მოგესალმებით, საღამოშვიდობის თქვენი სახელი. გამარჯობათ, ქეთი. ქეთი. ფლორისტია უეჭველი. კი. ქეთი ქვია ფლორისტებს ძირითადად. უკვე მეორე ის გვაქვს. ძალიან კარგი, ქეთი. მე და გიას გვაინტერესებს, გვაქვს თუ არა 500 ლარი უკვე და ამიტომ დაგისვამთ ამ კითხვას. ხართ თუ არა ფლორისტი? სამწუხაროდ არა. ძალიან ცუდია. დავამხნევოთ გია, რადგან ჩვენ გამოვიყენეთ შანსი, ანუ შეცდომის უფლება და ჩვენ კვლავ რჩებით თამაში და ვაგრძელებთ თამაშს 500 ლარზე. ჩამოთვალოთ კიდევ ერთხელ ის პირადი მონაცემები, რაც დაგვრჩა სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი. შემიძლია რომ სხვაც ავირჩიო, რაც კიდე ის აირჩიო, ან ისევ და ისევ ის აირჩიო. სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი, მეტყევე, ძიძა, ფლორისტი, სამრეწველო დიზაინერი, აგრონომი, სანტექნიკოსი, მუსიკის მასწავლებელი, სომელიე და სამხედრო მეპარაშუტე. გადავიკეთე ამ ფლორისტს რა. მინდა იყოს ფლორისტი. მინდა აუცილებლად. კი, რა? კი ბატონო, არა, რატომაც არა, რას ქვია. მე ვინმე იყოს ფლორისტი. ძალიან კარგი, ჩვენ ისევ და ისევ ვირჩევთ ფლორისტს. ანუ დაჟინებული მწერით უნდა ამოვიცნოთ აუცილებლად ფლორისტი. და შენ გაქვს სიურპრიზი ჩვენგან მომზადებული, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს სიურპრიზი არ არის ამ გადაცემის მონაწილეთათვის. შენთან საგულშემატკივრად ჩვენ მოვიწვიეთ შენი საუკეთესო მეგობრები და ახლობლები და ჩვენ გვინდა მივესალმოთ მათ. საღამოშვიდობის მოგესალმებით. გია ამ ხალხს წარდგენა არ ჭირდება, თუმცა ძალიან გხოს შენ თვითონ წარმოგვიდგინო შენი სტუმრები, მეგობრები და ოჯახის წევრები. მამუკა უნაშვილი. ესო ვერულაშვილი. მე მიუსაყვარლესი დიშვილი ნინი ხვედელიანი. და როგორც შენ თავში გამოაცხადე, იმ სტილში გავყვევი მეც მამაშვილის მამა ჯემალ ბაღაშვილი. ყველას დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან დაეხმარებით გიას ამ თამაში. ვეცდებით. ყოველ შემთხვევაში ვეცდებით, ბატონო, ვეცდებით. გიამ აირჩია ფლორისტი, ეს პირადი მონაცემი უკვე მეორედ. ჩვენ მოვისმინოთ გიას ვერსია, რომელია, ანუ რას ფიქრობს ფლორისტზე და შემდეგ თქვენც კითხავთ აზრს ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო. τι არის, მე ვფიქრობ, რომ ფლორისტს გარკვეული გამოცდილება უნდა კონდეს. ყვავილთან ურთიერთობაში ერთსა და ორ წელიწადში ალბათ ისე ვერ დავასტატდება, ხო? ხო და თანაც აი ეს 7 ნომერი ქალბატონი არის აი ამ შესანიშნავ ქალბატონში რაღაცა ფლორისტული ასევე. კი ბატონო. მაგრამ თუ ისეთივე ფლორისტია, როგორც ქალბატონი ნომერი 4, მაშინ ვარ ცოდვა. ამიტომ ჩვენ ჯერ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას და უსმენთ მეგობრებს. ძალიან საინტერესოა. ბატონ ჯემალ, თქვენგან დავიწყოთ. ახლა მოგეხსენებათ ინტუიცია და ლოგიკა მანდ-ამაინც ვერც მაგაცობენ, ან ერთს უნდა დაეყნო, ან მეორეს უნდა დაეყნო. კი ბატონო. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამომდინარე თამაშის წესები და რასაც მე ვაგვირდები, კონტრასტზე უფრო თამაშობ. თქვენ და ალბათ პირველი ვერსია გიასი, რომ ჩაცმულობის მიხედვით შეერჩია, თლაც სწორი არ არის. კონტრასტის მიხედვით თუ მემჯეროთ, მე ფლორისტი კაცი მგონია მაგალითად. ხო? დიახ.
ხო და ამეტანი კონტრასტი გამოვა. ხო და აი ჩემი აზრით ნომერ სახედან ვერ ხე მე მგონი 11 ნომერი მგონია მე ჩემი აზრი ასეთი გახდა ნომერი 11 ბატონ ჯემოს გონია ფლორისტი ნომერი 11 უფრო სამხედრო მეპარაშუტესკენ არის მინიმუმ მეტყევე ან მინიმუმ მეტყევე კი გამომეტყველება არ შეგაცდინოს ახლა მაინც და მაინც ხო ის კარგი ბესო შენ რას ფიქრობ ესე იგი უნდა მოგახსენოთ რომ ეგ ხო იყო უკვე აიყო მაგ ბედნიერება 12 წელი არის სულ ბატონ ჯემოს ვეთანხმები და ეხლაც დავეთანხმები თუმცა რატომღაც სხვა ვერსიები თუ გაქვს შეგიძლია ხო რაღაცა კაცი ფლორისტი უფრო ის არის რა რაღაც მე შეხვედრია მაგრამ რა ხანესია ეგრე იყოს მე შენ უფრო დაგეთანხმე იმ ვერსიაში ეს დახმარება არ არის დახმარება ხა ბესორასაც აკეთებს ეს ეხმარება ჯემოს ეს რო დაწყნარებული იყოს თავის ვერსიაში ჩემი ვერსია უსაფრთხო დახმარება ჩემი ვერსია ფლორისტი ხო ალბათ უფრო 7 მამა ჩემს დაეთანხმა და ჩემი ციფრი დაასახა. კი, აი ეს არის. მე მგონი იუმორინა 2011-ზე ჩალიჩობს. აი, გარანტირებული. დაბევებული ვარ. 2027 წლამდე დაბევებული. მერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ, სულ ყველას ჩვენ ძალიან გვიყვარხართ. ხონიკა. აბა მამუ გარასი. რას ვფიქრობ? ნუ მე რატომღაც გონია რომ ფლორისტი არის ნომერი 2. რატომღაც ესე მგონია. 2 თუ? არის კი, რეპიც იმაში ამხნევებს ყვავილებს. არა, მაპატიე 12 მე ვერ დავინახე ერთიანი. მაპატიე. აქედან ერთიანი არ ჩანდა, ბოდის გიხდით ნომერი 12. რატომღაც მგონია ესე რომ აბა მიდინინი ახლა. ფლორისტი გონია ნომერი 9. მიზეზი ნინი? ისე იყურება ფლორისტზე რო ლაპარაკობთ რომ გონია რომ 9 არის. აი, ნახე. და სარი ვირჩევა. ფლორისტული გამოხედვა აქვს. კი, ფლორისტული. ერთი-ორი ვარიანტის დავამოტო და მეტი კი არ არის. კონკრეტული ვერსია არა გვაქვს ისეთი, რომელზეც უმრავლესობა ჩამოყალიბდით. ხო, ვერ ჩამოყალიბდით. კომპიუტერს ვთხოვოთ, რომელმაც შეიძლება სრულიად საინტერესო და ალტერნატიული სამი ვერსია შემოგთავაზოს. კომპიუტერმა 7, 9 და 12 არ დაგვიდოვა? მაშინ საინტერესო იქნება. მე დარწმუნებული ვარო კომპიუტერი მასე არ დატოვებს. ვთხოვოთ მაშინ კომპიუტერს. პატივცემულო კომპიუტერო, ძალიან გთხოვთ. დაგვეხმაროთ. ნახოთ. 5 6 და 12. 7 და 9 არა გვინთო კომპიუტერი. არა გვინთო. დავშენ. 7 გამორიცხა. მოდი მივყვეთ ნომერ 5-ზე რას ფიქრობ? ნომერი 5 მე მგონი ფლორისტობას არ იკადრებს. არა. უფრო ფაუნას, უფრო ვაშკაცურ პროფესიას არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს თორემ ყვავილებს, მაგრამ 2 ალბათ. ნაკლებად გავს. ალბათ ნომერი 6? არა. მაგრამ 6 ნომერი ქალბატონი? ნომერ 6-სა და ნომერ 12 შორის გვაქვს ასარჩევი, ამ შემთხვევაში. არა 12-ის ვერსია მამუკამ შემოგთავაზა. მამუკ შენი ვერსია იყო, ხო? ნომერი 12? 12. იყო. ეს ხო, ჩემი ვერსია იყო. ისე ხა ამ 2-დან. დიახ, ხო, დანარჩენ ეს უფრო მისაღებია 12. ამ ხელახელს ეს უფრო გეულად ხორ შევაწუხეთ, მაშინ დავეთანხმოთ მამუკას და გავამწვანოთ იღებ გადაწყვეტილებას. 12. გია ბაღაშვილმა გადაწყვიტა და დაამტკიცა საკუთარი გადაწყვეტილება აქ ხელის დაჭერით, რომ ნომერი 12 არის ფლორისტი. მაგრამ ისეთი საღამოშვიდობის მოგესალმებით. თქვენი სახელი? ლალი. ლალი. დიახ. ლალი, ჩემო ლალი. ქალბატონო ლალი დღეს ჩვენთან სათამაშოდ ჩვენთვის და ალბათ ყველა ადამიანისთვის ცნობილი ხალხი არის მოსული. და ისინი ცდილობენ ამოიცნონ თითეული უცნობი, რათა მოგებული თანხა რაც შეიძლება დიდი იყოს და ძალიან კარგი შოუ გამოგვივიდეს. მე შეგახსენებთ, რომ მათ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ადამიანების ამოცნობის. და არა მარტო საქართველოში, როგორც ვიცი, იუმორინა
პროექტი საზღვარგარეთაც ხო გადის ხოლმე? ამერიკაში. საზღვარგარეთაც გადის ხოლმე. კი ბატონო, თქვენ გადიხართ საზღვარგარეთ, ჩვენ გავდივართ რეკლამაზე. დროებით, რეკლამის შემდეგ შევხვდებით. ჩვენ ბრუნდებით რეკლამის შემდეგ სიტუაცია უცვლელია. ჩვენ ავირჩიეთ ნომერი 12, ქალბატონი ლალი და ვთვლით რომ ის არის ფლორისტი. მოდით ასე ვაბრალებთ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ ის იყოს ფლორისტი. ნახოთ ჩვენი სურვილი და რეალობა რამდენად ემთხვევა ერთმანეთს. ქალბატონ ლალი. ბუნებასთან გააქვთ რამე კავშირი? დიახ. დიახ. მეც შორიდან დაფიქრდა. შეეხება და კავშირი ბუნებასთან და ალბათ ყველანი ვართ ბუნების შვილები და გვაქვს, ხო? ბუნება ბრძანებელია და კი ბატონო. ჩვენც მის ბრძანებელს ვასრულებთ. კარგი. მაშინ რადგან მაგ პასუხმა ფაქტურად არაფერი არ შეგვძინა, ჩვენ გარდა იმისა, რომ გავიგეთ, რომ თქვენ ჩვენნაირი ადამიანი ხართ, დაგისვამთ პირდაპირ მთავარ კითხვას. ხართ თუ არა ფლორისტი? დაველოდოთ. ისევ ღრმად შევფიქრე. თუ ფიქრობს ეგ რომელია? აშკარად ყვავილებთან გილოცავ თქვენ გამოიცხადეთ. ბრავო, მამუკას ვერსიამ გაამართლა. ჩვენ გვაქვს 500 ლარი ამ პასუხის შემდეგ და თამაშობთ 750 ლარზე. დაგვრჩა შემდეგი პირადი მონაცემები. სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი, მეტყევე, ძიძა, სამრეწველო დიზაინერი, აგრონომი, სანტექნიკოსი, მუსიკის მასწავლებელი, სომელიე და სამხედრო მეპარაშუტე. მუსიკის მასწავლებელი. მუსიკის მასწავლებელი. ვირჩევთ პირად მონაცემს. ვირჩევთ პირად მონაცემს მუსიკის მასწავლებელი. გაგვიწითლეთ მუსიკის მასწავლებელი. მუსიკის მასწავლებელი მე ხშირად გამიწითლებია, ისეც უდად უკრავდი ხოლმე ღია კონცერტზე. ისინი საწითლემენ ხოლმე სახაზავით. ისინი ხელებს. აი, ჩავაცივდი ისევ ქალბატონს ნომერი 7, მაგრამ ეხლა უფრო დაჟინებით უნდა ჩავაცივდე. ნახოთ, რას ფიქრობენ მეგობრები. აბა, მამუკა შენ ჩემი თითები გაამართლე. ხო, მე რატომღაც გონია რომ მუსიკის მასწავლებელი არის ნომერი 6. რატომღაც არ ვიცი, ნუ აი მაგრამ აი ნომერი 6-ისკენ თქვენას ფიქრობ. ხო, იცით მე ამ შემთხვევაში უფრო გიას მხარეზე ვარ. 7 ნომერს ფიქრობ. 7 ნომერს ფიქრობთ? დიახ. ნინი რას ფიქრობს? 7 ნომერს. ბესო. აი, გეთანხმებით. რომელს ვისეთანხმები? მამუკას ეთანხმები თუ უმრავლესობას? უფროსი უნდა იყოს მუსიკის მასწავლებელი, არ ლოგიკით კი, მაგრამ ისე უფროსი უნდა იყოს ბავშვზე. მინიმუმ არ ვიცი, აბა ისე 6 ნომერი მაინც და მაინც არ ამგონია მუსიკის მასწავლებელი. არა დამაჯერებელი გამორიცხულია არ იქნება. არა დამაჯერებელია შენი ვერსია და რამე ისეთი ხმით ხო არ გვეტყვი უფრო რომ დავიჯეროთ. როია გავი. ვარ გავიარ. მე მაგ ერთი კითხვა. აი რომ შენ რო გაგო მილიონერი მაგალითად რომ გამოიცნობ. ხო. რასაუდინინი? ფიქრობ. მე-6 ნომერი აბა ვინ უნდა იყოს მუსიკის მასწავლებელი თუ არა? ხო, მე კი 7. მასწავლებელი რატო კაცო ხო არის იქ უფრო ისეთი დედრობის სქესის ძიძა არ იქნება. სამხედრო მეპარაშუტე პროფესიები. სამრეწველო დიზაინერი. მოდი სხვა პირად მონაცემებს ფაქტურად ეხა აზრი არ აქვს საუბარს და გავიღმა ნომერი 7. ნომერი 7 გია ბაღაშვილმა დაადასტურა. არც კი დამელოდა. ძალიან უშევსები ქემანი ჩემი შევსებიაც. არა, რა თქმა უნდა. ჩვენ შოუში ინტუიციამ შეიძლება შეგაცდინოს სხვა არაფერმა. საღამოშიდობის მოგესალმებით. თქვენი სახელი? მაია. მაია. ქალბატონო მაია, ხართ თუ არა მუსიკის მასწავლებელი?
სამწუხაროდ არ ვარ. ძალიან ცუდი რომ გიამ წააგო, თქვენ რომ არ ხართ მუსიკის მასწავლებელი, შეიძლება პირიქით თქვენთვის კარგიც არის, მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის გამოდგა ძალიან ცუდი. მე გთხოვთ, გავამხნევოთ გია. ძალიან მოულოდნელად განვითარდა. ორა უეს რა ჩამოხრა. უბედურების ზარმა, კი. არა უშავს დარწმუნებული ვარ, რომ შენ საქმიანობაში შენ ინტუიცია არასდროს არ გიღალატებს. მადლობთ. და ბევრად უფრო მეც მიაღწევ, ვიდრე უბრალოდ 20,000 ლარია. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია გადაცემა დავასრულოთ, ისე თანხების გარეშე გამოცნობით. ბატონო, თუ შეგიძლიათ ჩვენთან მობრძანდეთ, თუ არ შეწუხდებით. შევეცდები ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, ბატონ ჯემალს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, აქ მობრძანებისთვის, აქ მობრძანებისთვის, ბატონ ჯემალ. აი ნომერ 3-ზე რას ფიქრობთ ბატონ ჯემალ, ვინ შეიძლება იყოს? მე მაგალითად სამრეწველო დიზაინერისგან გადავიხრებული, არ ვიცი. სამრეწველო დიზაინერისგან? საღამოშვიდობის მოგესალმებით, თქვენი სახელი? ნათია. ნათია და თქვენი პირადი მონაცემი? მე გახლავართ ჰელიანიველის სომელიე. სომელიე. ბრავო. ჩვენს მიერ დაგამეუნებული ღვინის გასინჯვა არ იქნებოდა ურიგო. წერან კონტრასტის მეთოდმა არ გაამართლა. ამჯერად გაამართლა. სომელიე ქალბატონი ღვინის ქვეყანაში შესაძლებელია იყოს. ნომერი 4 ჩვენ შევწდით ერთხელ უცნაური ამოცნობაში და მოდი პირდაპირ ვკითხოთ ვინ არის. რადგან კიდევ ბევრი ვიცვალეთ, მაგრამ ბევრი ვიცვალეთ. თქვენი სახელი ვიცი? სამრეწველო დიზაინერი. აი, იქნება მე პარაშუტი ხომ ვიცი? მე-4 ნომერი? ხო. მე პარაშუტე? სამრეწველო დიზაინერი. თქვენი პირადი მონაცემი? მე ვარ სამხედრო მეპარაშუტე. ხალხი გვაქვს საქმე? ძალიან საინტერესო. ნოსტრადამუსი ვერ მივხვდე, გეხოცები ვითა. შენ დაბლადადი ხარ და იფრინედან სადმე გაიცნობ. რა, ფლორისტი, ფლორას უყურებს თურმე 2000 მეტრის სიმაღლეზე. ზემოდან უყურებს ყვავილებს. ნომერი 5. სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი. ანუ პრარაბი. სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი. რომელი გია რა ნომერი 5. მოდი ვკითხოთ. საღამოშვიდობის მოგესალმებით, თქვენი სახელი? ვალერი. ვალერი და თქვენი პირადი მონაცემი? სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი. აი. ესე იგი, არც ვლად ისე არის ალოგიკა. აგების მერე რო გამეხსნა მუზა. მანამდე სად ვიყავი? ეგ არის რა. ნომერი 6. საღამოშვიდობის მოგესალმებით, თქვენი სახელი? ნანუკა. ანუკა. და თქვენი პირადი მონაცემი? ვარ სამრეწველო დიზაინერი. სამრეწველო დიზაინერი, აი. სამრეწველო დიზაინერი, ძალიან კარგი. ნომერ 7-ზე ჩვენ ვიცით რომ ის არ არის მუსიკის მასწავლებელი. მოდით გავიგოთ ინტერესი მქონს. ინტენსიურად ვაბრალებთ თელი გადაცემა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და თქვენი პირადი მონაცემი გითხრათ. მე ვარ ძიძა. ძიძა, ძალიან კარგი. დიდი მადლობა. ნომერი 8. საღამოშვიდობის მოგესალმებით. თქვენი სახელი? გოგიტა. გოგიტა, თქვენი პირადი მონაცემი? მეტყევე. მეტყევე. ეში მარტო საკეიბოდ დადის ის მოხდა. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ნომერ 9-ზე გვაქვს ვერსია რო არის მუსიკის მასწავლებელი. საღამოშვიდობის მოგესალმებით, თქვენი სახელი? ინგა. და თქვენი პირადი მონაცემი? მუსიკის მასწავლებელი. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. მე 10 არის აკრონიკონი. ჩვენ გვაქვს ორი ვერსია, ესე იგი 10 ნომერზე თქვი მე აგრონომი მეთქი. 10 ნომერს მოგესალმებით, საღამოშვიდობისა, თქვენი სახელი? გიორგი. გიორგი, თქვენი პირადი მონაცემი? სანტექნიკოსი. სანტექნიკოსი. ბოლოში მაინც ჩაივორხილე. და ნომერი 11 საღამოშვიდობისა. აღარ შევცდები. მანდ უკვე შანსი არ არის რომ შევცდეთ. თქვენზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ გვინდა რომ გაგვეცნოთ თქვენი სახელი? საზა. ძალიან კარგი და თქვენი პირადი მონაცემი? აგრონომი. აგრონომი. დიდი მადლობა უცნობებს. დიდი მადლობა ექსპერტებს, რომლებიც ფაქტიურად, ასე იგი, ამ სეზონის განმავლობაში იმდენი ექსპერტიზა გააკეთეს, რომ სეზონის ბოლო გადაცემაში, სეზონის ბოლო გადაცემაში უკვე დაიწყეს დასვენება. დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის, ექსპერტებს ამ არაჩვეულებრივი სეზონის ჩატარებისთვის, უცნობებს დღეს გადაცემაში მონაწილეობისთვის როგორც თქვენ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მე კი მოგახსენებთ, რომ ეს იყო ჩვენი ამ სეზონის ბოლო გადაცემა. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს სექტემბერში ახალი სტუდიით და ახალი უცნობებით დროებით, გემშვიდობებით, კარგად. დიდი მადლობა.